ამერიკელი პოლიტოლოგები საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს კიდევ ერთხელ აფასებენ. საქართველოში ერთპარტიული მმართველობის სისტემა აღარ უნდა იყოს, აცხადებენ ამერიკელი ექსპერტები. ისინი კოლუმბიის უნივერსიტეტში შეიკრიბნენ და განაცხადეს, რომ პირველად პოსტსაბჭოთა სივრცეში საქართველოში ძალაუფლება არჩევნების გზით შეიცვალა. თუმცა აქვე ექსპერტებმა დასძინეს, რომ სრულფასოვანი დემოკრატიისთვის ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. Koalitsia სხვადასხვა იდეოლოგიის ადამიანებისგან შედგება. ამიტომ მომავალში ძნელად წარმოსადგენია, რამდენად კარგად იმუშავებენ ერთად მაგალითად დავით უსუფაშვილი და მურმან დუმბაძე. თუმცა ამ ეტაპზე ბიზინა ივანიშვილი შეძლებს გაამყაროს თავისი გამარჯვება, რითაც კოალიციის ერთიანობას შეინარჩუნებს. არ უნდა ვიფიქროთ, რომ არჩევნების შემდეგ საქართველოში უკვე ჭეშმარიტი დემოკრატიაა, თუმცა დემოკრატიული ცვლილებებისათვის აქტიურობა იგრძნობა. საქართველოში ახლა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი მოვლენები ვითარდება. თავარია შენარჩუნდეს პლურალიზმი და მრავალპარტიული სისტემა, რაშიც ხელისუფლების გარდა სამოქალაქო სექტორმა და ოპოზიციამაც უნდა მიიღონ მონაწილეობა. რაც შეეხება კოალიცია ქართული ოცნების მდგრადობას, საქართველოს მომავალი ამაზე არ არის დამოკიდებული. შესაძლებელია კოალიციის შიგნით იყოს კამათი და უთანხმოება, მაგრამ პირადად მე საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ, თუ მომავალში კოალიცია პარტიებად დაიშლება.